ოპერაციის შემდგომ თმის ცვენას სამედიცინო ენაზე ტელოგენური ალიპაცია ეწოდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ოპერაცია, ნარკოზი და შემდგომი აღდგენითი პროცესები სხეულისთვის დიდი სტრესია. ამ დროს ორგანიზმი მთელ ენერგიას სასიცოცხლო ორგანოების აღდგენაზე მიმართავს. ამ დროს კი ჩვენი თმა მეორეხარისხოვანია, რის გამოც მისი კვება დროებით წყდება. ასევე ოპერაციის დროს სისხლის დანაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს რკინის დონის დეფიციტს. ასევე თუ პოსტ-ოპერაციულ პერიოდში ვერ ხდება საკმარისი ცილის მიღება, თმის სტრუქტურა სუსტდება. და გადავიდეთ რა არის ზოგადი რეკომენდაციები თმის აღსადგენად. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ თმა თითქმის მთლიანად ცილისგან, კერატინისგან შედგება. ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ იღებთ საკმარის კვერცხს, ხორცს ან პარკოსნებს. ასევე უნდა გადაამოწმოთ რკინისა და ბეჯგუფის ვიტამინები. თუ ისინი დაბალია, თმა ვერ აღდგება. ამისათვის გამოიყენეთ ისპანახი, ბროწეული და გოგრის თესლი. ხოლო თუ საკვებიდან საკმარის რაოდენობას ვერ იღებთ, ჯობია დანამატებს მიმართოთ. და უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოპერაციიდან ჩვეულებრივ 3-6 თვეა საჭიროა, რომ თმის ციკლი ნორმას დაუბრუნდეს. დაწერთ კომენტარებში კიდევ რაზე გსურთ ვიდეოს გადაღება. ან რა გაინტერესებს ზოგადად.